გვანჯოუ, სამხრეთ ჩინეთში მდებარე მეგაპოლისი. ქალაქი, სადაც 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უმსხვილესი სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრი. ადგილი, სადაც თითქმის 9 წელიწადი წვიმაა და ქალაქი, სადაც შეხვდებით ძველი და თანამედროვე კულტურის იდეალურ შერწყმას. გამარჯობა, ჩემი სახელია საბა და ვიმყოფებით ჩინეთის ქალაქ გვანჯოუში. ჩემი დღევანდელი მიზანია 50 ლარად, რომელიც არის ჩინური 145 იუანი, გავაკეთო შემდეგი აქტივობები. საიდანაც პირველი ორი იქნება ტურისტული, ხოლო შემდეგი ორი საშიში და ექსტრემალური. მოკლედ, ჯერ გადაღება არ დამიწყია და უკვე ძალიან წვიმს. მაგრამ წვიმა არ გვაშინებს. ჩემი პირველი გაჩერება იქნება კანტონ ტაუერი, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია. თუმცა მანამდე არ დაგავიწყეთ ვიდეოს ლაიქება და არხის გამოწერა. იქამდე მისასვლელად უნდა ვიპოვოთ რაიმე იაფიანი ტრანსპორტი, რომელიც არის ან ველოსიპედი, ან მეტრო, ან ავტობუსი, მაგრამ ავტობუსში ვერ ავალ, იმიტომ რომ უეჭველი დავიკარგებ. მოვედი ხალხო, სადაც ეს სკუტერები არიან, მაგრამ ერთი კაცია და ძინავს, ხო და ველოდები იქნება სხვა მძღოლების გამოჩნდნენ. The Canton Tower. Canton Tower. Yeah, you going? I'm? Yeah. No. No? I'm waiting for the rainy stop. Okay. Maybe someone is going. You want to try go there? Yeah, I want to go there. Canton Tower. You can walk me there. Can I walk? Yeah. It's near? About 1 kilometer. 1 kilometer. Okay. How many minutes with bicycle? 6 minutes. 6 or 10 minutes. Okay.谢谢. Bye bye. აბარა მეგობრებო. მიუხედავად წვიმისა მოვაჯექით ველოსიპედს. ხო და დაახლოებით 6 წუთი გინდაო, ესე მითხრეს. სკუტერმა არ წარმომიყვანა წვიმსო. ხო და უკვე გამოჩნდა. თან ძალიან ლამაზია. და იმედია მშვიდობით მივალ და რამე არ გამიტან, სანამ ეს არ გავიტან. გადაკეტილია და იმედია შემიშვებენ. არ ვიცი მეგობრებო, რამდენად დაინახეთ, მაგრამ ჩემს უკან გადაკეტილი იყო და ველოსიპედით არ შემომიშვეს. ჯამში დაახლოებით 15 წუთი ვიარე ველოსიპედით და ესე იგი, მაგრამ მომატყვა იმ კაცს, მე 6 წუთია. მოკლედ, დაახლოებით 15 წუთი ვიარე და გადავიხადე 2 იუანი და 80 რაღაც, ან 2 და 80, რომელიც ქართულ ლარში არის რამდენიმე თეთრი არაფერი ფაქტობრივად. მოკლედ საკმაოდ ბიუჯეტურად მოვედით აქამდე. თითქმის. აი, იქ დაინახავთ. მოკლედ, როგორც ხედავთ, ჩემს უკან არის ადგილი, სადაც ბილეთებს ყიდიან, მაგრამ ძალიან არაბიუჯეტურია ჩემთვის ამ შემთხვევაში. საკმაოდ ძვირი ღირს და ვერ ჩავეტევი, ამიტომ გარედან დავტყობეთ კანტონის კაფეა, კენტონ ტაუერის ხედებით. მოკლედ ესე გამოიყურება ჩემს უკან კანტონ ტაუერი თუ რაღაცა, ვერ დავიმახსოვრი მაინც ამის სახელი, ხო და ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება მუზეუმი. გამოვიძახე დიდი, აქ ძალიან გაწვიმდა, ძალიან და ძმეთ ძალიან დავსვოლდი. ხო და მივდივარ. სათმედო არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ გაჩვენებთ. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩინეთში სატრანსპორტო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სანდო და განვითარებულია მთელს მსოფლიოში. მოვედი მეგობრებო და რომ მეგონა რომ მეთქი 5 წუთში მოვავთქო ჯამში თითქმის 50 წუთი ვიარე და 28 იუანი. მერწმუნეთ რომ ძალიან იაფია თან ამ წვიმაში, ანუ კიდე კაი რომ სხვა ტრანსპორტით არ წამოვედი. სადღაც ჩამოვედი და ეხლა უნდა ვიპოვო შესასვლელი, სადაც უშუალოდ ყიდიან ბილეთებს. წვიმამ რა თქმა უნდა ისევი არ გადაიღო და აქ ისედაც გაცებული ჩამოვფრინდი, ხო და რავი, დღევანდელი დღის მერე საერთოდ თუ გადავრჩი, მადლობელი ვიქნები. Yeah. Okay. Thank you.
for you. Oh my god, thank you very much. Okay. მოკლედ დამისვენდა ყველაფერი, მეც მაგრად დავსვენდი. აქ გოგოებმა ცოტა ხარო და მომაწოდეს ხელსახოცები. გამომშალეს, ქოლ გამომცეს, გადამხურეს და შემიფარეს, ხო და გადავიხადე 10 იუანი შესხვალში, რომელიც ძალიან იაფია. ცოტა გვიან მოვედი, იმიტომ რომ 1 საათში უკვე იკეტება, თუმცა ბევრ რაღაცას მოვასწრებ წესით, რომ ნახოთ. Okay. Thank you. ხალხო, ჩემ თავზე მეტად ჩემი ტელეფონი და ის აქსესუარები მეწოდება, რასაც ვიყენებ გადაღებისთვის, ხო და? ამიტომ ჯობია ესენი დავფარო კოლგით. ულამაზესია. ეს არის აი ადგილი, სადაც ნამდვილი ჩინური კულტურა იგრძნობა რა. ახლა ზუსტად ჩემს უკან ინახება ჩინური კულტურის უდიდესი საგანძური. მგონი ჩემ თავს უნდა მივცე უფლება და ვიყიდო ეს კონი, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო და ლამაზია. ხო და რომელი ყოველდღე ხამი აქ მოვდივარ, ამიტომ 20 იუანად მე მგონი რომ ღირს ამის ყიდვა. მოკლედ ძალიან მარტივ არ ირჩევთ სასურველ coins. შემდეგ უნდა დაასკანეროთ QR კოდი და დასკანერების შემდეგ ავტომატურად გადაიხდეს და შეგიძლიათ უკვე აი ესე გამოიყურება. მოკლედ ძალიან ლამაზი იყო. შენიერი coin-იც ავირტყი. ხო და ეხლა ძალიან მომშივდა. ამიტომ დროა რომ დავაგემოვნოთ ჩინური street food-ი, რომელსაც ხვდებით ალბათ რის ჭამასაც ვაპირებ. წავიდეთ და იმედი მაქვს რომ გადავრჩები. შევედი მეგობრებო ჩინურ რესტორანში და დამიდეს ძალიან ბევრი რაღაც დამიდეს. ხო და იმედია მარტო და ჯომაში არ გადამახტევინებენ ფულს. ვფიქრობ რა ვიყო რაიმე ესეთი დამახასიათებელი ჩინური კულტურისთვის და ტრადიციული. I want to try something really traditional. და ეს არის რასაც ვაპირებდი რომ ქუჩაში მეჭამა. არ ვიცი რა ვთქვა რა. იხვის ფეხები ძალიან ბევრ ცხიმში და ლობიოში. რაც მთავარია ფრჩხილები დაჭრილი აქვს. გაუძისკო არ ვიცი. ფეხები არა ჩვეულებრივი. აი, ეხლა აი ეს დავაგებინოთ. თან უსტომ გემოგ ხორცს. ვერ ხვდები ვაფშე რა ხორცია. ზოგადად ჩინეთში ჭამდა მე იგებ რას ჭამ. But wait, this is chicken, yeah? It's chicken. ამოვედი მეგობრებო რესტორნიდან და კიდემ შია ხო და ეხლა უკვე ნამდვილად მივდივარ ადგილას, სადაც ნახავთ ჩინურ ტრადიციულ street food-ს. ყველაზე დიდი ქუჩა არის ქალაქში street food-ის მიმართულებით. მოვედი მეგობრებო დანიშნულების ადგილას და ყველგან თელს ქუჩაზე საჭმლის სუნი დგას. რო გითხრათ, მოდი საღწრელი ათქო მოგატყუებთ. ახლა დროა რომ ვიპოვოთ რაიმე უფრო საინტერესო. იმისგან განსხვავებული, რაც რესტორანში ვჭამე. მოკლედ, როგორც მივხვდი, ეს არის ადგილი ჩინელებისთვის, სადაც ოჯახთან ერთად მოდიან და ატარებენ ერთ საღამოს წყნარად და მშვიდად. ამ სასუსნაოების ჭამაში. იხვის თავი ხალხო. მოკლედ მეგობრებო, შევიძინე იხვის თავი. ხო და ეხლა დროა რომ დავაგემოვნოთ. გადავიხადე 8 იუანი. საკმაოდ იაფია. იმედი ვიღაც არ გამიტანს. მოუწეს ესე შევთათმანი. შევიკეთოთ.
ვა, მას თქვენს ხედავთ. This is just Please. not this one. Yeah. Can I? 可以 OK Ah, okay. Eat this. Okay. თქვენი აგშიგნით. განცხარია. აკეთებ ამას. არც იჭმება წესიურად ძვალია. განცხარია. და არა გატყვევ. აი არა. არაფრის გემორაკ საერთოდ. სიცხარე იგრძნობა და იგრძნობა ძალიან ბევრი ცხიმი. როგორც წინა შემთხვევაში.要不要给你们分2个袋子装啊？分2个盒。收钱包到账15元。How much? No. 10块钱。10块。 საშინელი სუნი აქ მეგობრებო. This one. Thank you. ქუჩაში მოძრაობისას შეიძლება ან ველოსიპედმა ან მოტოციკლებმა გაგიტანოს. მოტომ არა, მოპედ მოვიქრო. ვიყიდე რაღაც ხილი, რომელიც არ ვიცი რა არის, მაგრამ საშინელი სუნი ქონდა. ვიცი რომ საშინელი გემოც აქვს. მაგრამ რისთვის ვარ აქ თუ არ დავტესტე ხო და ეხლა ვეძებ ადგილს სადმე რომ გავჩერდე და ჭამო წყნარად და მშვიდად. ასე გამოიყურება შეფუთოში. არ ვიცი რა საერთოდ როგორ უნდა ვჭამო. თან მეშინია რომ ისეთ გამი არ ჭამო რაც არ ჭამდა. გემრიელია. ანანასის გემარა. ნესვის გემოა. ნესვის გემოა მეგობრებო. ერთადერთი რამ არის რაც მომწონა. ერთადერთი რაღაც. ასე მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ვიდეოს ბოლომდე მისურვეთ და თქონა იქნება რომ გამოიწეროთ და დალაიქოთ არხი. იმიტომ რომ უფრო мотиваციას მომცემთ რომ გავაგრძელო ამ ყველაფრის კეთება. შემდეგი 3 თვის განმავლობაში ვარ ჩინეთში. ამიტომ კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ ყველაფერი რაც გაინტერესებთ და მარტო ჩაი ვარ გავაკეთებ. მეც ნაკლებად მომბეზრება აქ ყავდა. მიზეზი რატო ვარ აქ 3 თვით მაგას სხვა ვიდეოში გაიგებთ. ხოდა აბა თქვენ იცით. ბაი.